ფერადი დღე მშვიდობისა, თუ ახლა იწყებ ურთიერთობას, ეს ვიდეო შენთვისაა. არ დაგავიწყდეს ჩემი ხის გამოწერა, კომენტარების დატოვება, თუ ეს ვიდეო შეგხვდა, ნახოთ რამდენად რეზონირდება, ასევე გაუზიარი მეგობრებს, ვისაც მსგავსი რჩევები ჭირდება. მოკლედ, თუ ახლა იწყებ ურთიერთობას და არ იცი ღირს თუ არა, დავიწყოთ, ჩაიფიქრე. აი ესე ვნახოთ ღირს თუ არა, ну პასუხი დადებითია თუ არა, აი ესე ვნახოთ. მოკლედ რჩევაც ვნახოთ, რატომ, რისთვის და რას გვეტყვის? პირველი, აიჩიეთ მეორეა, აი დასწა თუ არ იცით რა უნდა გააკეთოთ და როგორ მოიქცეთ. და ასევე ვნახოთ მესამე დასწაც. ჩაიფიქრეთ, შეგიძლიათ ორი სხვა ადამიანი ჩაიფიქროთ, სამი, არ ვიცი, თქვენზეა დამოკიდებული. პირველი, მეორე და მესამე და ვნახოთ ღირს თუ არა ამ ახალი ურთიერთობის დაწყება, რომელიც ჯერ ესე ვთქვათ არ დაწყებულა. თუ ჩაიფიქრეთ პირველი. ამ შემთხვევაში რა და როგორ განვითარდება? მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში ურთიერთობის განვითარებას დიდად ვერ ვხედავ, აქ თქვენ უნდა იყოთ დომინანტი ამ შემთხვევაში და თქვენ ბევრი რაღაცის გაკეთება მოგიწევთ, უფრო მეტის, ვიდრე ამ ადამიანის. ეს ადამიანი ისეთ დროს გამოგეცლებათ ხელიდან და ისეთ დროს წავა ურთიერთობიდან და ისე ტექნიკურად გააზრებას ვერ მოასწრებთ. აქ და გამომდინარე ვფიქრობ, არ არის ეს ადამიანი, ვის გამოც რაღაც დათმობებზე და რაღაც ისეთ ნაბიჯების გადადგმასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ეს ურთიერთობა. ამიტომ არ გირჩევთ ტარო, არ გირჩევთ ყოველ შემთხვევაში, რომ ეს ურთიერთობა გააგრძელოთ. თუ აიჩიეთ მეორე, ამ შემთხვევაში დადებითია პასუხი, ანუ შეიძლება რომ სცადო, შეიძლება მისცეთ შანსი ამ ადამიანს, აცადოთ, ნახოთ როგორ განვითარდება, რას გააკეთებს, იმიტომ რომ ფიქრობ ბედნიერი იქნებით. ყოველ შემთხვევაში ეს ახლო პერიოდი, რასაც მე ვხედავ, ბედნიერი იქნებით, წარმატებული იქნება, დადებითი იქნება. ბევრი საინტერესო მომენტი შეიძლება მოგიტანოთ ამ ადამიანთან ურთიერთობამ, ეცდება რაღაცები, საინტერესო შემოთავაზებები გქონდეს, სადმე ერთად გახვიდეთ, თუნდაც ქალაქგარეთ და მოკლედ და თანხმდით ამ ურთიერთობას დაიწყეთ, გააგრძელეთ ნელა, წყნარად, შვიდად, პატარა ნაბიჯებით, თუმცა გაჰყავით ამ გზას, იმიტომ რომ დადებითია თქვენი პასუხი, რაც შეეხება მესამეს. მესამეს შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ პასუხი თანდადებით თან უარყოფითი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისე როგორც დაიწყება, არ გაგრძელდება. ანუ შეიძლება იდეალურად დაიწყოს ყველაფერი, იმაზე უკეთვით, რომ წარმოგიდგენიათ, ისეთი რაღაცები შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, რომ გაფიქრებინოთ, რომ აი იდეალური ვარიანტია და ყველაფერი ძალიან მაგრად მიდის, თუმცა საბოლოო ჯამში რაღაც შეიძლება ისეთი მოხდეს, ისეთ დროს აიღოს პაუზა და ისეთ დროს გავიდეს ურთიერთობიდან, საერთოდ რომ არ მოგეწონოთ და არ გესიამოვნებათ. ამიტომ ფიქრობ, ასეთი ურთიერთობის დაწყება არ ღირს, თუ დროებით ურთიერთობების მომხრე არ ხართ, ამ შემთხვევაში თუ ხანგრძლივი ურთიერთობა გსურთ, ეს ადამიანი არ გამოგადგებათ. წარმატებული, ბედნიერი და ფერადი დღეები ყველას.